მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გრძელდება პროექტის ფარგლებში აღწერის ჩასატარებლად მთავრობის წევრებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ოჯახებში შესვლაც დაიგეგმა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი შესაბამისი უბნის აღმწერთან ერთად განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ოჯახებს ესტუმრა და შესაბამისი კითხვარის შეავსო. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ის 19 ნოემბერს დასრულდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობის დაპოპულიზაციის მიზნით ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა მთავრობის წევრებთან და ვაშუქებთ მათთან ინტერვიუს პროცესს, ვინაიდან ეს უნდა იყოს სამაგალითო ყველა სხვა მოქალაქისთვის და ყველა მოქალაქეს მოუწოდებთ ჩვენ, რომ იყვნენ კარგიები, მოგვაწოდონ ზუსტი ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია. საინტერესო პროცესია, კითხვარი ძალიან საინტერესოა, კითხვის შემუშავების დროს ჩვენ ვიყავით ჩართულები და შევძლებთ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ვნახოთ როგორი არის განათლების მაჩვენებელი აკადემიური მოსწრება ჩვენი ახალგაზრდების, ბავშვების და შესაბამისად ეს საშუალებას გვაქვს ჩვენ უკვე სამომავლოდ დავგეგმოთ ნაბიჯები.